ემიგრაციაში მყოფო ქართველებო, როგორც საზღვარგარეთ, ისე შიდა ემიგრაციაში. ამ სიტყვების სოციალურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობით. თქვენ ვისაც ჩემსავით გინდათ სახლში დაბრუნება და იმ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, სადაც დაიბადეთ, გაიზარდეთ და რომელთანაც ვალში ხართ. თქვენ ვისაც საქართველოში უსაფრთხოდ ცხოვრების და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ არ გეძლევათ, რომ მართველი პარტიისგან განსხვავებულად აზროვნებთ. ჩვენ, ვინც დასავლეთის ქვეყნებში ვცხოვრობთ, ზუსტად ვიცით, თუ როგორ ჩამორჩება საქართველოში ცხოვრების სტანდარტი, თუნდაც ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყნის ცხოვრების სტანდარტს. და ამის მიზეზი მხოლოდ ერთია, ეს არის კონკურენციის არარსებობა, რეალური კონკურენციის არარსებობა. პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, სპორტში, მედიცინაში და ესე შემდეგ. იმისთვის, რომ არსებობდეს რეალური კონკურენცია, აუცილებელია არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი არბიტრი. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ ემორჩილება ამ წესებს, შეზღუდული აქვს ყველანაირი უფლება, მათ შორის ფუნდამენტალური უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ არიან თავისუფალი. არათავისუფალი ადამიანების მიერ წარმატებული ქვეყნის აშენების პრეცედენტები კი არ არსებობს. შეუძლებელია ჩვენ შევქმნათ ისეთი საქართველო არათავისუფალი ადამიანებით, რომლიდანაც გაქცევა აღარ მოუნდებათ ადამიანებს და რომელშიც პირიქით დაბრუნდებიან. ხიდების მშენებლებში პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად ბევრს ვფიქრობთ იმაზე,